მამა გიორგი ბასილაძე 1933 წელს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოგნარში. 1963 წელს აკურთხეს მღვდლად. მამა გიორგიმ ბოლშევიკების დროს გამოიარა ბევრი ტკივილი. სახლ-კარის უსაფუძვლოდ გაუქმება. დევნა, მუქარა, ფიზიკური განადგურების მცდელობა, მაგრამ საღმრთო მოშურნეობა, სამშობლოსა და სიმართლის სიყვარული და სულის მხნეობა ღვთისაგან მან დღემდე შეინარჩუნა. მისი ბოლო დროინდელი წინასწარმეტყველებების ახდენა მთელი საქართველო აალაპარაკა. ჩვენში მოსალოდნელი ომის შესახებ მამა გიორგიმ რამოდენიმე თვით ადრე იწინასწარმეტყველა, მაგრამ მაშინ მას ყური არავინ უგდო. ეგევე ხლა მაინც გამოვფხიზდეთ ქართველები. შევიცნოთ ჩვენი მთავარი მტერი. ვისწავლოთ მასთან ბრძოლის მეთოდი და შეუდგეთ გზას ტაძრისკენ, ჭეშმარიტი მშვიდობის მოსაპოვებლად. ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ქრისტეს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ხოლო ჩვენ არ მივატოვოთ ქრისტე ღმერთი. ის რუსეთიცა და ის ამერიკაც ქრისტეს ხელშია. ვერც ერთი ვერაფერს დაგვაკლებს. გჯეროდეთ ეს. ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც ღმერთი ძალას გამოავლენს. საქართველოს ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორია. ხომ ხედავთ ვერ ჩაკლეს ჩვენში ღვთის სიყვარული. სწრაფვა თავისუფლებისა და სრულყოფილებისაკენ. დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღვთისაკენ. იწყება დიდი გამოღვიძება. საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია. გამაოგნებელი ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის საიდუმლოებები გამჟღავნდება საქართველოში. ღმერთი მსოფლიოს დაანახვებს ქართველობის ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. ეს არ არის ლეგენდა. ეს სიმართლეა. ღვთისაგან დაფარული უზარმაზარი ცოდნა, რომელიც საიდუმლოდ გადმოეცემოდა წმინდა ბერებს თაობიდან თაობაში და რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ, მალე გაგვეხსნება. ამიტომ ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძებოთ. ნურავინ გეტყვით, რომ დღეს არ არიან დიდი ძალის, მადლის და ცოდნის მატარებელი ადამიანები, მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში. ისინი არიან და არიან საიდუმლოდ. ოღონდ საქმე ისა, წმინდანის ამოცნობა თავად სიწმინდეს მოითხოვს. საქართველო წმინდანთან სამჭედლოა. მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც. ამიტომაც არ გვანებებს თავს, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურადაც. მაგრამ ფუჭია მათი შრომა. ვერ მოგვერევია. ის რაც ღვთისგან დაიგეგმა და წინასწარმეტყველებით გვეუწყა, ყოველივე აღსრულდება. ოღონდ დიდი შრომაა საჭირო. ეს შრომა ქართველებისგან უდიდეს ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით და არც სხვების იმედად არაფერი გამოვა. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი. მთავარია სულიერი განწმენდა.
ნამდვილი რწმენა და სიყვარული ღმრთისა. განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება. როცა ერთს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმინდა ადამიანები ეყოლება, ერი მეტად გამტკიცდება რწმენასა და სიყვარულში და წარმატებაც არ დააყოვნებს. ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები იგებენ სულიერ ომს, მერე კი ხილული გამარჯვება მიწაზე ხდება. ჯერ წმინდანები ამარცხებენ ცოდვებს და ბოროტებას, მერე კი ერი ღებულობს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და დაიწყებს აღორძინებას. საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს. დაიმახსოვრეთ ეს. ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დაუბრუნდებით, სურთ თუ არა ეს აფხაზებს, რუსებს და კიდევ ვიღაცებს. ჩვენ დაუბრუნდებით მიუხედავად იმისა, მოეგებიან გონს ჩვენი აფხაზი ძმები თუ კიდევ უფრო გაისასტიკებენ გულს ჩვენს მიმართ. ჩვენი დაბრუნების პოლიტიკური წინაპირობებიც გამოიკვეთა. გულისხმობ ხელისუფლების პოზიტიურ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოსადმი. აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების რამდენიმე გეგმა დევს ღვთის წინაშე და თვითვეული გეგმის უკან სხვადასხვა ძალის ანგელოზები და ასევე საქართველოსათვის მეოხის სხვადასხვა წმინდანები დგანან. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ქართველებზე. იმაზე თუ როგორ დაუახლოვდებით ღმერთს, თავარი არის ღმერთის წინაშე გამოცდის ჩაბარება. ერის გამოღვიძება და მასზე ღვთის დაკისრებული სულიერი მისიის გაცნობიერება, გათავისება და განხორციელება. სწორედ ამ მისიისათვის გვამზადებდა ღმერთი. ერთხელ უკვე გითხარით, ამდენი ტკივილი, ტანჯვა, სიმწარე და სისხლი იყო ჩვენი განსაბანელი ცოდვებისაგან. თორემ ჩვენ ვერ მოგვერევიან, უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გაგვიძლებენ. მე ამ სიტყვებით არავის არ ვაშინებ, არამედ ვამბობ სიმართლეს. ეს ასეა. მოწყალე ღმერთი აფხაზეთსაც აძლევს დროსა და შანსს სულიერი გადარჩენისათვის, ქართველებთან თანაცხოვრების გზით. ამას ისინი ოდესღაც მაინც მიხვდებიან, მაგრამ მე ვუსურვებდი დროზე აღმოეჩინოთ მათ ეს. საქართველო მსოფლიოს სულიერი მისიის ქვეყანაა. არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ ასე ღმერთმა ინება. თუ ქართველებმა ასე მწარედ ვზღეთ ცოდვების გამო, გეუბნებით, ღვთის რისხვა გაცილებით სასტიკი იქნება აფხაზებისათვის, ურჩობის, განდგომის, ღვთისგან ბოძებული გზის უარყოფისათვის. ის თუ აფხაზეთის დაბრუნების რომელ გეგმას აამოქმედებს ღმერთი, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე და აფხაზებზეც. ყველა გეგმა დაგვაბრუნებს აფხაზეთში, მაგრამ რის ფასად? თუ ქართველმა ერმა შესძლო დიდი სულიერი ძვრების წინსვლა, ხოლო აფხაზებმა კი ღვთის განგებულების გულისხმის ყოფა, აფხაზეთი დაბრუნდება მშვიდობიანად. მაგრამ თუ ჩვენი ერი ჩამორჩა სულიერი განვითარების ღვთით განსაზღვრულ ვადებს, ასევე თუ აფხაზები სულიერად ვერ გამოიხედავენ თვალებში, გეუბნებით, ომი გარდაუვალია. ეს არის ჩემი სულიერი ხედვა და არა პოლიტიკური პროგნოზი. ბევრს შეუძლია განმიკითხოს იმის გამო, რომ სასულიერო პირი ომზე ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა უთხრა მათ, არა მგონია თქვენ ბერებზე უფრო ფაქიზისული გქონდეთ. და მეორეც, თუ ომი ღვთისაგან დაიშვა, მაშინ რას გვიბრძანებთ სასულიერო პირებს? რავა მსოფლიოს mbრძანებელთა საამებლად ვიძახოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობაო? ეს შეუძლიათ პოლიტიკოსებს. სასულიერო პირებს კი ყველაფერში ღვთის მორჩილება გუმართებს. ღვთის ყველანაირი გადაწყვეტილება მადლიერებითა და მორჩილებით უნდა მივიღოთ. სურს სწორედ გამიგოთ. ომი არ მინდა და აქედან გამომდინარე არავის მოუწოდებ ომისაკენ. მაგრამ დღესდღეობით ჩვენი სულიერი წინსვლის ტემპები და თავად აფხაზების სულიერი მდგომარეობა სამწუხაროდ მაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება ღმერთმა დაუშვას აფხაზეთის დაბრუნების ომის გეგმის ამოქმედება. ისევ ვიმეორებ, თავარია ღმერთი.
გაერო ევროკავშირი, ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი ისე ალაპარაკდებიან, როგორც ღმერთს სურს ჩვენთვის. საქართველოს გაერთიანების დაღორწინების გასაღებს ტყუილად დაეძებთ ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში. ეს გასაღები აქვე არის, საქართველოში. უფრო მეტიც, თითოეულ ქართველში. ეს აქ და ზეციურ საქართველოში წყდება. ჩვენთვის უმთავრესია ღვთით დაკისრებული მისიის აღსრულება. ამისთვის კი წმინდანების გამოჭედვაა საჭირო. მართალია ეს პროცესი კარგახანია მასებისათვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ ტემპებით, რასაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან. თუ დროში ჩავეტევით, მაშინ ღმერთი დაუშვებს დაბრუნების მშვიდობიან გეგმას. და თუ ღმერთმა მაინც აამოქმედა ომის გეგმა, ისევ ჩვენი დაგვიანების გამო. გეტყვით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ ამ უმძიმეს ომში, თუმცა დიდი სისხლის ფასად. ამიტომ ყველას გვევალება დროზე გავაცნობიეროთ ჩვენი პირადი მისია და ჩვენი სამშობლოს სულიერი დავალების აღსრულებისათვის თავდაუზოგავი და შეგნებული შრომის აუცილებლობა. ქართველებმა ჭეშმარიტი სულიერი ხედვა უნდა მოვიმუშაკოთ და ამავე დროს ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. არ გიკვირთ 15 წლის დაგვიანებით რატომ აღიარა გაერო ქართველთა გენოციდი ეთნოწმენდა. განა ეს არ აღიარება მხოლოდ საინფორმაციო ომის წაგებით იყო განპირობებული. არა, ამას ანტიქრისტეს მსოფლიო მაფია არ აკეთებდა და არც გააკეთებდა მის დღემში. გაეროს ეს ნაბიჯი ქართველ წმინდანთა 15 წლიანი ლოცვისა და ბრძოლის შედეგია და ასევე ხელისუფლების დიდი ძალისხმევისაც. 15 წელი დასჭირდათ წმინდანებს, რომ გაერღვიათ ის უხილავი სულიერი რკალი, რომელშიც შეგვიტყუეს შევარდნაძემ და მისმა ჩრდილოელმა თუ დასავლელმა მასონმა ძმებმა. გაეროს ეს ნაბიჯი ქართველ წმინდათა გამარჯვებაა, რასაც უდიდესი სულიერი ზეწოლის შედეგად მიაღწიეს. ეს პროცესი ერისათვის უხილავად მიმდინარეობდა. ერი მხოლოდ მიღწეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გააფიქსირებს. ამისთვის ლოცულობდა ყველა ნამდვილი, დიდი სულიერი. უხილავი შრომა აქვს გაწეული უწმინდეს. ამისთვის ლოცულობდი მეც პირადად. ჩვენ ანტიქრისტეს სისტემა გვებრძვის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ქართველ წმინდა მამათა ნუგეში სიტყვები. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. საქართველოში მას თავად ქრისტე ღმერთი დახვდება. აუცილებელია უფრო ბეჯითად ვიღვაწოთ სულიერად. დრო არ ითმეს. ღვთის გეგმის შესრულებას ჩვენივე დაუღალავი, გონივრული და სულიერი გარჯა სჭირდება. ქართველ წმინდანებს უდიდესი სულიერი ცოდნა და ძალა გააჩნიათ, მაგრამ ეს ცოდნა და ძალა რომ გადმოგაბარონ, თავად უნდა იყოთ მზად. ამას კი სულიერი ღვაწლი სჭირდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.